გაგახაროთ. მინდა რომ მოგილოცოთ ყველა დღესასწაული ერთად, განსაკუთრებით ალბომის დღესასწაული. და ჩვენ ზუსტად ალბომის დღესასწაulis სიხარული, ალბომის დღესასწაulიდან გამოწვეული ეს კეთილი განცდა გვაკავშირებს ერთმანეთთან. გვაკავშირებს ერთმანეთთან მრევლს და მოძღვარს და გვაკავშირებს მრევლს ერთმანეთთან გაკავშირებს და ასევე იმ ოჯახებთან გვაკავშირებს, რომელთანაც სადაც მივდივართ საკურთხევლად, მაგალითად აი ამ ოჯახთან, რომელსაც ვლოცავ. და ფალი თავისი წყალობით ულეს, ვთქვათ, კურთხევის მადლს. რა თქმა უნდა, ეს ღვთაებრივი მადლი, რომელიც შემოდის, ამას ძალისხმევა უნდა, მომზადება უნდა, შემეცნება უნდა, თხოვნა უნდა, ვედრება უნდა, განწმენდა და ასე შემდეგ. ინდივიდუალურად ადამიანი უნდა მოემზადოს, განეწმინდოს, მოინდომოს, მიმართოს საკუთარ მოძღვარს, რომ ვთქვათ, ეს ღვთაებრივი მადლი მიიღოს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მთავარი საიდუმლოთი ზიარების საიდუმლოთი. შემდეგ, რა თქმა უნდა, აუცილებელია სასურველი და აუცილებელი სასურველი არის ის, რომ ადამიანმა აკურთხოს სახლი, აკურთხოს ადგილი, სადაც ცხოვრობს, რომ მოულოდნელდა, ასე ვთქვათ, ისედაც ამ ძიმე ცხოვრებაში, სადაც ცხოვრობთ, არ წააწყდეს რაღაცა ხილ თუ ხილავ ბრძოლას და თუ წააწყდება ისინი წარმატებით გადალახოს. ეს პრაქტიკა სახლის კურთხევებისა, ადრეც ჩვენ სადაც მივდიოდით, ყველგან ვაკურთხებდით, სადაც ვაკურთხებდით, ყველგან ვქადაგებდით და უნებრივიც არის თვითონ სახლის კურთხევა ქადაგების ფორმაა და თვითონ ყველა რიტუალი ღვთის სიტყვის ქადაგება და ღვთის სიტყვის, ასე ვთქვათ, აღადება. თვითონ ღვთის სიტყვის ხსენებას, უფალს თვითონ, ადამიანს უფალს ვახსენებთ, თვითონ უფალს მიყავს ადამიანს, სადაც საჭირო, ეს იქნება სახლში, ეს იქნება ოფისში, ეს იქნება ქუჩაში, თუ ეს იქნება ეკლესიაში, თუ ეს იქნება სადაც იქნება, ყველგან არის, ყოველსევე აღავსებს. სულიწმინდას მიყავს ადამიანი. მიმართავს მის სულიერ ტერფებს და შედეგად ხილულ ადამიანის ხილულ გზას განაგებს, მიმართავს, სტიმულს აძლევს. ყოველდღიური რიტუალები ძალიან ბევრია, ხო, დილის ლოცვა, საღამოს ლოცვა, საწვლის, საკვების მიღების, საკვების შემდეგ, საქმის დაწყების, საქმის შემდეგ, მთელი ეს დიდი ლოცვანი, რომელიც ყველას გააქვთ, ლოცვანი, ხო, რომელიც ნაკლები ამ ლოცვანისა, ისევ და ისევ იმისთვის არის მიმართული. და რისთვის არის მიმართული ყველა ვიცით, რომ ადამიანს დაეხმაროს ამ ძიმე ცხოვრებაში. უკურთხებლად როგორ უნდა ვიცხოვრო, ხო, ნაკურთხი და ნალოცი ზოგჯერ არ გამოდის და რაღაცა ბრძოლები ევლინება ხოლმე და უკურთხებლად, დაულოცავად, რაღაც ვთქვათ, ჯვარ-გადასახვის გარეშე და ასე ვთქვათ, უფლისადმი თხოვნის გარეშე, მოზღვის კურთხევის გარეშე მით უმეტეს არ გაიხსნება გზა, სადაც მივიდოთ, ყველგან კურთხევა უნდა ვილოცოთ, ეცადოთ, რომ შეწევნა უხილავი ძალების პირველ რიგში უფლის მადლისა, ღვთისმშობლის მადლისა, ზეციური იერარქიისა, ვისურვოთ, რომ გაგვაძლიეროს მან ამ ძალამ და ეს სულიერი იარაღია, მადლი, უზარმაზარი იარაღია, ეს ცოტა ტექნიკური სიტყვა, მაგრამ სულიერი იარაღი და ძალა იმის, რომ ადამიანს ეძლევა ეს უდიდესი იმუნიტეტი, უდიდესი სულიერი ძალა, რომ ამ მეორე პოსტსაბჭოთა ცხოვრების სივრცეში ცხოვრობ, ძალიან ბევრი ხილული და განსაკუთრებით უხილავი ბრძოლებია. რაც მოასწავებს იმას, რომ ჩვენ უფრო მეტად მდედი მზადყოფნა უნდა გქონდეს. ადამიანი განსაკუთრებული ხნილებაა. იგი არის გვირგვინი შესაქმისა, იგი არის ხალხება და მსგავსება ღვთისა. იგი უნდა გასხივოსნეს, იგი უნდა განათლდეს, იგი უნდა სულიერად განვითარდეს. ის უნდა მუდმივად გამოიმუშაოს, მან უნდა ილოცოს, ღვაწლი გაიღოს, უნდა გამოიმუშაოს, ასე ვთქვათ, ის სულიერი თვისებები, უნარ-ჩვევები, კეთილი აზრი, კეთილი სიტყვა, კეთილი საქმე, აზრით, სიტყვით თუ საქმით ამ სამივე სიფრთხეში განწმენდა მოხდეს ადამიანის ღვთის წინაშე, მოყვასის წინაშე, საკუთარი თავის წინაშე ყველაფერი გამოსწორებული იქნეს და საკუთარი, ასე ვთქვათ, ეს წარმოდგენები და სოფხედელობა, სოფშეგრძნება ღვთის, როგორც ღმერთის სწავლებაა, ქრისტეს სწავლებაა, ხო? როგორც ღმერთის სწავლებაა. ეს ყველაფერი შეუსაბამოს მას ჰარმონიაში მოიყვანოს თავისი ცხოვრება, აზრობრივი, სიტყვიერის და ქმედითის. მთლიანად მთელი თავის ცხოვრება, ხილული თუ უხილავი, შინაგანი თუ გარეგანი, მოიყვანოს ჰარმონიაში, შესაბამისობაში ღვთის ნებასთან, ღვთის სწავლებასთან, ხო? და ესე ააწყოს და დაალაგოს უფალმა. უფალი ადამიანს ცვლის. პირველ რიგში ადამიანი იცვლება შინაგანად, უფალი ადამიანს შინაგან ცვლილებას აძლევს.
როდესაც ადამიანი წდება სიღრმეს საფრთხო ცხოვრებისა, საფრთხო სიბრძნის, რომელიც გადმოიცემა, ასე ვთქვათ, წმინდა წერილი, წმინდა გარდამოსმით, მაგრამ ვერ გადმოიცემა სიტყვით ზოგჯერ, იმიტომ რომ ადამიანის შინაგანი განცდები ძალიან ღრმა და ფაქიზია, ყველაფერს სიტყვით ვერ გამოხატავ, მაგრამ შეიძლება იგრძნო, შეიძლება ინტუიციით შეიგრძნო და განიცადო, შეიძლება ის რაც ვერ გამოხატო და ვერ თქვა, ამან გამოამჟღავნო სიყვარულით, კეთილგანწყობით, დადებითი აზრის გაშვებით, დადებითი ენერგიის გაშვებით, ადამიანისადმი კეთილის სურვილისა და სიხარულის გაშვებით, რომ დაინახავ ადამიანს უნდა გიხაროდეს. ყველაფერი უნდა უხაროდეს ადამიანის დანახვა უნდა უხაროდეს, ბუნების დანახვა უნდა უხაროდეს, საერთოდ დილას რომ გაიღვიძებს და გადაესახავს ფიჟვარს და შეხედავს, რომ ცხოვრების ახალი დღე მიეცა, რომელიც მას ვალდებული კი არ არის უფალი, ეს წყალობა ღვთისა. ამაზეც მადლობა უნდა შეეწირო და სიხარულს უნდა ასხივებდეს. ადამიანი ეს მოწოდებულია ამისთვის, რომ როგორ არის ნათქვამი პავლე მოციქულის სიტყვები, სულ უნდა გვახსოვდეს, მუდამ ლოცულობდეთ, მოუკლებოდეთ, სულ უნდა ლოცულობდეთ. წარმოიდგინეთ, ეს ძალიან ადვილია და ამავდროულად ძალიან ძნელია. ოქსიმორონი თითქოს ერთმანეთს ეწინააღმდება სიტყვები, მაგრამ ადვილია, მაგრამ ძნელია, ძნელია, მაგრამ ადვილია. მაგრამ შესაძლებელია, ვიტყვით. სულ უნდა ლოცულობდეთ, სულ უნდა ღვთის სულ ღმერთი უნდა გვახსოვდეს. ღმერთის ხსოვნა სულ. ეს არ არის შეუძლებელი. უწყვეტად ცოტა ძნელია, მაგრამ სიხშირეს მომატება შეიძლება, არაფერი შეუძლებელი არ არის. ამბობს პავლე მოციქული და პავლე მოციქული და ღვთის სიტყვა ისეთ რამეს არ გვასწავლებს, რაც შეუძლებელი იქნება ადამიანს. მოუკლებოდათ ლოცულობთ, რაც ნიშნავს, რომ სულ ლოცულობთ, ან სულ ლოცვით მდგომარეობაში იყოთ, ესეც შეგვიძლია თქვა. მუდამ მადლობდეთ, სულ მადლობის გზნობა გქონდეს, მადლობის, მოგწონს მადლობა, არ მოგწონს მადლობა, აი ესეთია მადლობა, ისეთია მადლობა. ანუ ეს პალიტრა, ეს მოზაიკა ამ ცხოვრებისა, ჩვენი ჩვენი დახატული არ არის, ეს ტექსტი, რომელიც შემოდის ღვთაებრივი განგებულებით ჩვენ ცხოვრებაში, ხომ, აზრით, სიტყვით თუ საქმით და სხვა გონებით თუ გულით შევიმეცნებთ, რაც შემოდის, მადლობდეთ უფალს ამისათვის და ამიტომ რომ მადლობთ სწორი აღქმისა და ჩვენი ცხოვრებაში, ჩვენი რა ციკლში ვიმყოფებით ჩვენი ცხოვრებისა, რა სურათია ჩვენი ზოგადად ჩვენი ცხოვრების საერთო სურათის, ასე ვიტყოდი, დანახვის შესაძლებლობას გვაძლევს, მადლობის ყოლის მომცველი გრძნობა. და რა თქმა უნდა, აქედან თავად ყველაფერს ამ ლოცვასაც, მადლობასაც რა დაძლევს და გიხაროდეთ, ანუ პარალელურად ეს ირიბად თუ პირდაპირ თუ ეს თქვა სწორხაზოვნად თუ სხვა თქვა ეს თქვა თანმდევი გზნობით თუ განცდით, რას მისდევს ამას თუ შედეგად დავარქვათ შეიძლება ეს სიხარულის გზნობა, სიხარული, რომლის სიხარული რა არის? მიზეზ უფალი სიხარული, სიხარულისა. აი ამის სიხარულის ბუნება უნდა შევიგრძნოთ, საიდან მოდის ეს სიხარული? ეს მოდის სახარებიდან, სახარება სიხარულია. ქრისტეს ვიხარობდნენ, რომ ქრისტე აღსდგა, ვიხარობდნენ, მაგრამ რას გვესასწავლოთ? ის გვიხარია, რომ ქრისტე აღსდგა, ამაშია ჩვენი სარწმუნოების ფუნდამენტი, რომ ქრისტე იშვა, შობა და აღდგომა და შობა. და ეს, რასაც ვამბობთ და ვაკეთებთ, ეს ყველაფერი ჩვენი გამოსყიდვის შედეგია, გამოგვისყიდა უფალი, გამოგვიხსნა. ეს უნდა გვიხაროთ, შესაძლებელია ეს და აუცილებელია. ამიტომ მინდა ეს გისურვოთ. ღმერთი ყოველგან არის, ყოველსავე აღავსებს. იგი ყოველგან არის, ყოველსავე აღავსებს. ამიტომ უფლის ეს მადლი, რომელიც ჩვენში შემოდის, ზუსტად გვაერთიანებს, ჩვენ რუსთავში ვთქვით, გვაერთიანებს და ეს ღვთაებრივი ნაპერწკალი თითოეულ ადამიანში, რომელიც არის ერთ დიდ სულიერ, ასე ვთქვათ, ცეცხლს, რომელიც ცეცხლ გამლეველ აქვს უფალი თვითონ. სულიერ ცეცხლით, სულიერი ერთობითი ატმოსფეროთი აერთიანებს ადამიანს და ეს განასახიერებს ეკლესიურ ერთობას, რომელშიც ყველანი ქრისტეს ნაწილებია, ქრისტეს ასოებია, ყველანი ქრისტეს ნაწილებია ეკლესიაში. ამიტომ ეს არის მთავარი, რომელიც შევისწავლოთ, სულ მადლობის გზნობა როგორც აღნიშნე გქონდეს და ეს აუცილებლად თავის შედეგს გამოიღებს. ნუ დამწვრილმანდებით, სხვა რაკურსით შევხედოთ, მეტი პერსპექტივიდან შევხედოთ ჩვენ ცხოვრებას. შევხედოთ ყველაფერს ისე, როგორც უფალს უნდა, როგორც ღმერთს იცის უფალმა, როგორც უნდა, როგორც არის ნათქვამი, ხომ, და იყავ ნება შენთან სათაშინ, რაც ქვეყანაზე და აი ამ იყავ ნება შენით, უფლის ნების შენით რაკურსით, ხვდებით რას ვამბობ, როგორც უფლის ნებას უნდა, აი ესეთი სერით შევხედოთ, ცოტა ძნელია, მაგრამ ესეც ადვილია, მაგრამ ძნელია. თუ კი მოვინდოროთ, მოწმე ადამიანს ბევრად უფრო მეტი შეუძლია, ვიდრე გონია, რომ შეუძლია, ესეც შეუძლია თქვა.
უფალმა თავისი სისხლი და წყალი დაღვარა ის ჯვარი, გაეკრა, დაკვრეთი დაასდა, იმისათვის რომ ვინც მოკვდეს, სულიერად მოკვდეს, იგი აუცილებლად აღსდგეს შემდეგ. ის ვინც სულიერად ხდება, მას ქრისტე აძლევს ძალას იმისა, რომ იგი გაცოცხლდეს და მარადიული ცხოვრება მიიღოს. ყოველთვის გაგრძელება, უფალთან ყოველთვის ყველაფერი გრძელდება, არასდროს არაფერი არ თავდება. არც სიყვარული თავდება, არც გზა თავდება, რომელიც თვითონ არის, არც ჭეშმარიტება თავდება, რომელსაც ყოველთვის გაგრძელება და შემეცნების ახალი ტევადობა აქვს, არც სიცოცხლე თავდება, რომ მე ვარ გზა, მე ვარ ჭეშმარიტება, მე ვარ სიცოცხლე და არც სიცოცხლე თავდება, რომ სულ ყოველთვის გაგრძელება, უფალთან ყოველთვის უფალი იცოდეთ, რომ ყოველთვის უფალი აგრძელებს სიცოცხლეს, გზას, ჭეშმარიტებას, შემეცნებას. ამიტომ არის უკვდავება, ჭეშმარიტიკვდავება, ესა ქრისტეში,კვდავება არის ქრისტეში ყოველდღიურად, რასაც ყველას გისურვებთ. ამიტომ ღვთის მადლი არასოდეს არ დაილევა, ამასაც დაულეველი და სულ მუდამ გაგზობადია. ის ღვთაებრივი არსიდან გამომავალი ღვთაებრივი ენერგიები, ხელთქმელი ენერგიები არასოდეს არ დაილევა. რაც მეც გასცემ, მით მეტი მოგეცემა. ამას სოფელში ჩვენ ამას სოფლისთვის კი არ უნდა ვიცხოვროთ, ღვთისთვის უნდა ვიცხოვროთ. არ არსებობს ისეთი რამ, რაც ღვთის მიღმა არის, რაც ეკლესიის მიღმა არის. ყველაფერი ეკლესიისა და ღვთის ასე ვთქვათ, გავლენის ქვეშ არის. ყოველივეც იცის, ყოველივეს აღავსეთ. მე უფეოზეც თავ, ხომ გაიხსენეთ ეს ლოცვა, რომელიც ყოველგან ხალხს რაღაცა. აი ეს ამ ლოცვის განმარტება ძალიან დიდია სხვა შორის, ძალიან ღვთისმეტყველური ლოცვაა. და გავიხსენოთ ეს ლოცვა. და ამის მიღმა არაფერი არის, ყველაფერი მასში არის და მასში იმყოფება. ყოველგან არს, ყოველსავე აღავსებს. ეს დოგმატები არ არის ადვილი გასაგები, მაგრამ ყველაზე უფრო სად არის, ყველაზე დიდი საგანძური ჩვენს გულში არის. და ღმერთი გულშია დაფარულად. შეიგრძნობ ამას, მისტიკური გამოსტილებით, შეიგრძნობ ამას. სხეულში, სული სამშვენი სხეული, მაგრამ განსაკუთრებით გულის მიერი ცენტრი. აი ეს არის ყველაზე მთავარი. აი ეს გვჭირდება ჩვენ, რომ შევიგრძნოთ გონებაშიც და გულში, მაგრამ განსაკუთრებით ქრისტიანობაში გულში, როგორც სულის მთავარ ცენტრში, ასე ვთქვათ, სულიერ მთავარ ჩვენს შემეცნებისა და შეგრძნების და ასე ვთქვათ, სულიერი წინსვლის ორგანოში. აი აქ შეგვიძლია ყველაზე მეტი გავლენა შევიგრძნოთ ღვთისა ჩვენს გულში. რატომ მოქმედებს ეს ლოცვა ყველაზე უფრო გულზე და ისმის კითხვა ზოგჯერ ხომ? რატომ? იმიტომ რომ ქრისტიანული ქრისტეს გზა გულზე გამოვალი გზა. გონებაზეც რა თქმა უნდა, გონება, ხატება, ხო, გონება მოგცა, ხატება, თავისუფალი ნება, შემოქმედების უნარი, ლოცვის უნარი, მეტყველების უნარი, ერთგულების უნარი, სიყვარულის უნარი და ასე ღვთის დიდების უნარი და ასე უამრავი უნარჩვევა, რომელზედაც სამი წერტილი შეგვიძლია და უსასრულობის ნიშანი დავსვათ. მაგრამ თავარი ქრისტიანობა ეს გულში არის დაბეჭდილი ქრისტეს ტახტი, ქრისტეს ტრაპეზი, ყოველ ინდივიდუალურ ადამიანში ხატება მიეცა, რათა მსგავსებას მიაღწიოს და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაზე დიდი გავლენა ადამიანის ღმერთთან მიახლოებისას ხდება და აირეკლება გულზე. ამიტომ არის გული წმინდა დაბადებული თანახმად, რომ სულის წელი განმიახლე გვამსაჩემსა. გული მომეცი შენიო, ხომ? ამბობს უფალი. ამიტომ გულის კულტურა ეს არის ალფა და ომეგა, გულის კულტურა ეს არის მთავარი მცნება ჩვენში მოცემული ქრისტეს მიერ მთავარი ვთქვათ მოწოდება და ამას უნდა ასე ვთქვათ მივაქციოთ ესე ყურადღება. და ვეცადოთ რომ ეს ჭურჭელი, გულის ჭურჭელი რაც ვთქვათ შეუდარებელი ჭურჭელი, რომელსაც ვერაფერი შეეძრება, რომელშიც მთელი სამყარო ეტევა ადამიანის გულში. ვეცადოთ რომ ღვთის მიმოვალ გზაზე არ დავამტვრიოთ, ღირსეულად ვატაროთ. გამწმინდოთ, ვაცადოთ ის, რომ თუ რამე ნეგატივია დაილექოს, განიწმინდოს, ხო შეეხურება გადაჩემთ, უძლებს ჩემთან, სულთა ჩემთან გასმენს და ყველაფერი ცუდი რაც არის გასულიყოს და განიწმინდოს ჩვენი სული, საფუძვლის სხეული, ინდივიდუალურ დონეზე, ოჯახურ დონეზეც და ეროვნულ დონეზეც. შეუძლია უფალს ეს. ოღონდ ითხოვდე და მოგეცეთ თქვენ, ეძიებდა ხმოვოთ. ხო? დირექტე და განგებო და ასე შემდეგ. აი ეს არის ამის გზის გახსნის მთავარი და მთავარი ასე ვთქვათ ინიციატორები ჩვენ უნდა ვიყოთ, რომ ჩვენ თუ მადლი გვინდა მივიღოთ, ინიციატივა ჩვენგან უნდა მოდიოდეს და აუცილებლად ჩვენს კითხვას მოგეძებოზე უსაფრთხო პასუხს მოგცემს და გზას გაგხსნის და მადლს და წყალობას მოგცემს. ამ ოჯახსაც ჩვენს ინდივიდუალურად ჩვენს ყველას თითოეულ ადამიანს და ყველა თან ჩვენ ერს და ყველას და მის უსურვებთ ლოცავებო ქრისტესთან ყოფილიყოს და უფალში ყოფილიყოს და ქრისტეას ჩვენ შორის ეთქოს და არც დაიყოს გვეთქოს
რასაც ყველას გისურვებთ. მადლობთ საჩვენეს იესო ქრისტეს, იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამენ.